მოგესალმებით ყველას ჩვენო ემიგრანტებო, ათენის ემიგრანტებო, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დღეს ველოდებოდით საქართველოდან ეკიპას, რიამოდილ სასტრაფულთანაც და ჩვენი ხალხი, ჩვენი ექიმი და ერთმანეთს ადგილზე არიან, ჩამოვიდნენ დღეს და წაიყვანებენ დიანას 34 წლის გოგოს, არაბიძეს და გადავწევ სიტყვას ბატონ ექიმს, მოგახსენებს შეამოწმა უკვე პაციენტი, გაამზადა გადასაყვანად და იმედია რომ შვიდად ჩავლენ და მადლობა თქვენ ბურზანებისთვის, მადლობა თქვენს წაოს ესეთი კარგი საქმისთვის, კარგი საქმე იმ მხრივ, რომ საქართველოში ჩვენი ემიგრანტები ჩავლენ და იქ თავად ხუნალობას თავად გააკეთებენ. აქ საბერძნეთში არის როიტყვიან სასაკლაო, აქ ჩვენს ემიგრანტებს იქელა თანადგომას, იქელა ყურადღებას არ აქცევენ, როგორც ჩვენ საქართველოში და ასე შემდეგ. ანუ არ გვაქცევენ ყურადღებას ფაქტიურად. აქეთ ფაქტია 34 წლის გოგონა გამომდინარე, როგორ მდგომარეობაში დახვდა ექიმს, ექიმა გაამზადა ჩვენმა ექიმმა, სამი თვის მანძილზე შეძლოს მისი გადაყვანა. მადლობა თქვენ ბატონო ლევან, მადლობა ნანიკოს, მადლობა ძღოლს და აბა თქვენ იცით, თქვენი იმედი გვაქვს, როგორ მშვიდობით ჩახვალ, როგორ კარგად ჩახვალ. პაციენტი რა თქმა უნდა საკურათებელ ძლიერ მნიშვნელოვნად მიუხედავად ამისა ტრანსპორტირებადია, ანალიზები შემოწმებულია, სამედიცინო ისტორიას გავიცანით. არის რა თქმა უნდა გარკვეული რისკებთან ტრანსპორტირება, თავისთავად ტრანსპორტირება დაკავშირებული, მაგრამ არ მოვედით რაიმე განსაკუთრებულ ექსცესს. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა მზად ვართ ყველა მერი სცენარისტის ვივლით მოუჩქარებლად და პატარა კლინიკა გვაქვს მანქანაში და ასე მადლობა თქვენ ბატონო არ ველოდებით არანაირ გართულებას გზაში. მადლობა თქვენ მადლობა თქვენ ერთი ორი სიტყვით